მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ახალციხის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური ტრანსპორტისთვის ახალი ავტოსადგომი მოეწყო. სივრცე თამარაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული. მანამდე ავტობუსები ეგრეთ წოდებული საბარგო სადგურის სიახლოვეს მდებარე ტერიტორიაზე ჩერდებოდნენ, რომელიც მუნიციპალიტეტს სიჯარით ჰქონდა აღებული. როგორც ახალციხის მერიაში გვითხრეს, ახალი ტერიტორია მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. ამ სივრცეში ეტაპობრივად მოეწყობა მუნიციპალური აიპისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაც. მერიაში ასევე აცხადებენ, რომ ტერიტორიის მოსაწყობა ადგილობრივ ბიუჯეტიდან თანხა არ დახარჯულა, რაც შეეხება ძველ ავტოსადგომს. ახალციხის მერია ეგრეთ წოდებულ საბარგო სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე შპს Silk Road engineering-ის საკუთრებაში არსებული ის ტერიტორია იქირავა, რომლის ყიდვასაც გეგმავდა და რომლის ყიდვაშიც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს სავარაუდო კორუფციულ რისკებს ხედავდა. ხელშეკრულების მიხედვით მერიამ ავტოტრანსპორტისთვის ტერიტორია 350,000-ზე მეტლარად თითქმის 2 წლით იქირავა. მხარეებს შორის ხელშეკრულების ვადა დღეს ამოიწურა. დმანისში პირმას შურისძიების მოტივით ერთი პირი ჯერ სცემა, შემდეგ რკინის კიბეებიდან გადააგდო, ხოლო გარდაცვლილი მის საკუთარ საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით გარდაცვლილის გაუჩინარების შესახებ 5 ნოემბერს გაიგეს და პირი იმავე დღეს დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მოხრით მიმდინარეობს. ამავე წყაროს ცნობით პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. დეკორატიული მანათობელი ვარსკვლავები, ყვავილები, ფიფქები. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია წინა სახელწლოდ ქუჩების მოსართავად და ნაძვის ხის სათამაშოების შესაძლებლად 23,000 ლარის დახარჯვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით მერიამ საახალწლო აქსესუარებისთვის ტენდერი 30,000-მდე ლარზე გამოაცხადა. ტენდერში ერთადერთმა კომპანიამ შპს ZSM მიიღო მონაწილეობა და 23,000 ლარი შესთავაზა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა შეფასების პროცესი. გარდა ამისა, ასპინძის მერია საახალწლოდ 159 სასაჩუქრე პაკეტის შესყიდვასაც აპირებს. შეფუთვებში გათვალისწინებულია ნამცხვარი, შოკოლადი, გოზინაყი, ლიმონათი, ღვინო და ასე შემდეგ. აღნიშნულისთვის 25,000-ზე მეტი ლარია გათვალისწინებული. ვისთვის აპირებენ სასაჩუქრე პაკეტების დარიგებას? ასპინძის მერიაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. ეს იყო ჩემს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტია დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ და Facebook გვერდს Talk to Regions. გვანდობთ რომ გიყურებთ. დროებით.